მოგესალმებით. გიზიარებთ ინფორმაციას კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025-ის მეორე ეტაპის აპლიკაციის შესახებ, რომელსაც ავსებენ მომდევნო ეტაპზე გადასული კომპანიები. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მეორე ეტაპზე გადასულ კომპანიებთან ელექტრონული პოსტის საშუალებით აგზავნის ნულს, სადაც ხელმისაწვდომია მეორე ეტაპის აპლიკაცია. გაითვალისწინეთ, რომ განაცხადი ივსება ინგლისურ ენაზე და თითოეული ველის შევსება სავალდებულოა. აპლიკაციის პირველ ნაწილში უნდა შეივსოს ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის შესახებ. ორგანიზაციის დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, ელექტრონული პოსტა, ტელეფონის ნომერი. შესაბამისი ნომინაცია. ყურადღება მიაქციეთ, რომ მხოლოდ ნომინაციის SDG 17 პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის არჩევის შემთხვევაში გამოჩნდება დამატებითი ველი პარტნიორი ორგანიზაციის ლოგოს ასატვირთად. ვებგვერდიდან გთხოვთ გადმოწეროთ განაცხადი Word-ის ფორმატში. განაცხადი ივსება ინგლისურ ენაზე. გთხოვთ შეიყვანოთ კომპანიის სახელი, მონიშნოთ კატეგორია. აპლიკაციის შემსები პირის სახელი და გვარი. თქვენი პოზიცია, ელექტრონული პოსტა, ტელეფონის ნომერი. მომდევნო ველში ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი და გვარი. ორგანიზაციის მისამართი, წლიური შემოსავალი, თანამშრომელთა რაოდენობა და კომპანიის მოკლე აღწერა. აპლიკაციის მომდევნო ნაწილი ეხება უშუალოდ პროექტის შესახებ ინფორმაციას. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეფასდება თქვენი პროექტი, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჯილდოს ოფიციალურ ვებგვერდზე Corporate Award-G განყოფილებაში ჯილდო 2025, სადაც დეტალურად ნახავთ საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ შეფასების კრიტერიუმებს, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. აპლიკაციის მეორე ნაწილში ავსებთ პროექტის სახელწოდებისა და მოკლე აღწერის ველებს. აპლიკაციის მეორე ნაწილი სრულად ეთმობა კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსზე შემოტანილი პროექტის დეტალურ აღწერას 4 კომპონენტის მიხედვით. პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან 5%, პროექტის შესაბამისობა კომპანიის სტრატეგიასთან, პოლიტიკასთან, მიზნებთან 10%, პროექტის იმპლემენტაცია 55%, შედეგი 30%. შეფასების თითოეული კრიტერიუმისთვის გამოყოფილია შესაბამისი ველი და მითითებულია სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა. შეინახეთ დოკუმენტი, დაბრუნდით ვებგვერდზე და შესაბამის ველში ატვირთეთ შევსებული განაცხადის ფორმა. მომდევნო ნაბიჯზე მითითებული ბმულიდან გადმოწერთ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერის დოკუმენტის ნიმუშს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. წერილში უნდა იყოს თარიღი, დირექტორის სახელი და გვარი, კომპანიის დასახელება, ლოგო და ხელმოწერა. შევსებულ და ხელმოწერილ დოკუმენტს ტვირთავთ შესაბამის ველში. მნიშვნელოვანია ასევე ატვირთოთ მითითებული რეზოლუციის კომპანიის ლოგო და პროექტის ინიციატივის ფოტო. სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო იმ ინგლისურენოვანი დოკუმენტების თანდართვა, რომლებიც გაამყარეს აპლიკაციაში მოყვანილ ფაქტებს. ანგარიში, ბეჭდური მასალა, ფოტო, ვიდეო მასალა და ასე შემდეგ. განაცხადის ბოლოს უნდა მონიშნოთ, რომ ადასტურებთ აპლიკაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეს და დააჭიროთ გაგზავნა Send Relax. მადლობას გიხდით პასუხისმგებლიანი საქმიანობისთვის და გისურვებთ წარმატებას.